მომთაბარეები თავიანთ ნახირებს მისდევდნენ. მონღოლურ ოჯახს შესაძლოა წელიწადში 30 ჯერაც კი გადაენაცვლა საძოვრების მოსაძებნად. მომთაბარე ხალხთა ცივილიზაცია განსხვავდება მკვიდრ ხალხების ცივილიზაციებისგან. ის ეფუძნება ღია ველზე გადაადგილებას და ცხენზე ჯდომით ცხოვრების წესს. მუსიკა კი ამ ცხოვრების ძირითადი ელემენტია. მონღოლური მუსიკის მთავარი თემა ცხენია. მონღოლური ცხოვრება ცხენზე ვლინდებოდა. ცხენის მუსიკა ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე ცნობილი მონღოლური ინსტრუმენტი არის მორიხ ხური. ჩვენს ენაზე ეს ნიშნავს ცხენის თავიან ვიოლინოს. სიმები ცხენის კუდისგან იყოფოდა ზედა ქალი სიმისთვის 120 ღერს, ხოლო ქვედა კაცი სიმისთვის 150 ღერს იყენებდნენ. ყველაფერი, რაც მორინ ხურს უკავშირდება, ცხენს ეხება. ის ცხენების ხმების გამეორებასაც შეძლებდა. მონღოლური მუსიკის გამორჩეული თვისებაა ხმის ყელში მღერა. ხმის ყელში ღერა უძველესი ტექნიკაა, რომელიც ბუნების ექოს ბაძავს. ხმის ყელში მღერა სტეპების, ქარის, დედამიწისა და ცხოველების ხმა. მუსიკას ასევე ამბების თხრობისთვის იყენებდნენ. ამ სადიდებელ სიმღერაში ორი ცხენი ჩინგის ხანს გაექცა, რომ ველურ ბუნებაში ეცხოვრათ, მაგრამ მისი სიკეთე ენატრებოდათ და ამიტომ დაბრუნდნენ. ასეთ სადიდებელ სიმღერებში უკდაყოფის პერსპექტივა მეომრებისთვის ბრძოლის ველზე ძლიერი мотивация იყო.